წმენა და მოქმედება უნდა ერთიანდებოდეს, წმენა და ფსიქოლოგია, ინტელექტი უნდა ჰარმონირებდეს. თუ მე მაქვს რწმენა ისეთი რაღაცეებისა, რაც ეწინააღმდეგება ჩემ ფიზიოლოგიას, ჩემს შეხედულებას, მე გამხლიჩავს. ამიტომ უნდა იყოთ ჰარმონიული. აი, მაგალითად, მე როცა ვარ ქრისტიანი ევანგელისტი, თეოლოგიური რწმენის კაცი. მიშის შესატყვის ფსიქოლოგიას ვაწესრიგებ, ინტელექტსაც ესევეძებ და განათლება მე აქ სამსახურში მაქვს ჩემი აი ისეთ რაღაცებს ვკითხულობ და ისე გადავამუშავებ, რომ გახლეჩვაში არ მოვიდეს ჩემ ქრისტიანულ რწმენასთან. უნდა შევავსო ესა. თავარი ამოცანა არის მე გამთლიანებული ვიყო, ჰარმონირებდეთ ფიზიოლოგიურად, ფსიქოლოგიურად, სოციურად, პოლიტიკურად და ყველანაირად, ეკონომიურად. რა თქმა უნდა, აქ ადამიანი ყველაფერს მოიცავს. პატარა დოზით ჩვენ ეკონომისტი ვართ. გააქვს ხელფასი, ეკონომისტი ხარ. მუშაობ, სოციალური პიროვნება ხარ. ხელფასი გააქვს, ეკონომისტი ხარ. როგორ გაანაწილებ? თუ მე მაგალითად მაქვს ჩემი ხელფასის საწინააღმდეგო რწმენა სამყაროზე, მე სულ ცუდად ვიქნები. მაგალითად, მაქვს $2000 ხელფასი და სამყაროზე რწმენა მაქვს ჰუმანური და საერთოდ პრაგმატული და მარქსისტული. მე ყოველთვის კონფლიქტში ვიქნები. ჩემი რწმენა სამყაროზე და ჩემი შესაძლებლობა ხელფასი ეგ შესატყვისობაში არ მოვა და მე სუდად ჩემ ფენომენებში შემომეპარება, აღრენილობა და აიწყება ჩემი ფიზიოლოგიური ნელ-ნელა ფსიქიკური არევებიც, გაღიზიანებები და გადაეცემა ფიზიკას და გამოვლინდება დაავადებაში. აი რატო აქცევდნენ ბერძნები ყურადღებას ადამიანს და გარემოს? რომ ვართ გარემოს შვილები თუ ამოვარდნილი ვართ. შენ ხარ გონია ფილოსოფოსი ის არის, ვინც წიგნებს წერს. ფილოსოფოსი არის ყველა ადამიანი. ყველას თავის ფილოსოფია აქვს. და ვისაც კარგი ფილოსოფია აქვს, ის კარგ ხანს ძლებს ამ დედამიწაზე. ვისაც სწორი რწმენა აქვს, აქაც კარგად ძლებს და იქაც მარადისობაში გადადის. აბა თქვენ თუ ინსტიტუტისთვის სწავლობთ, თუ სწავლობთ მეზობლებისთვის, თქვენ ყოველთვის პრობლემა გექნება და ასეთი პრობლემები ჩვენ წინ არის. აგე რა, ყველა ქართველი რა გახლეჩილია, ყველა აი მიშა სააკაშვილი როგორ მოვიდა, როგორ წავიდა, რა სწავლა ქონა, ტვინია გარეული. ტვინარეული კაცი მეერე მოგეხსენებათ გაუთავებლად წამლებზე ზის და მისი სხეული უკვე გადაგვარებას განიცდის, ან სივდება, ან ხდება, შეშლილი არის, ლაპარაკის დროსაც ცოფებს ყრის. გინახიათ ეგ თქვენ? რატო იყო ბერძნები დაინტერესებული ატარაქსიის პრობლემით, ესე იგი ამღვრევლობა და დაავადებები ამებმა დაიყვანეს, რაც სრული ამღვრეული არის და მაშინ ხარ ცუდად. ამიტომ ნახეთ, ისინი ჰარმონირებდნენ ამაში, თქვა სენეკა იქნებოდეს, სტოიკოსები, ეპიკურე, სულ ყველა. ეს ტყუილი კი არ არის. მაგრამ შენ რო კითხულობ ამას, სიტყვაზე ვიძახი, შენ ესე იგი ადამიანი მე-20 საუკუნის 21-ეს სხვა სოფხედულობის მატარებელი. აი ეს ინფორმაციას იღებ და კროსვორდს ავსებ და შენთვის ეს არაფერს არ წაგადგება. ასევე ქრისტიანობას რო კითხულობს ადამიანი, აი ეკლესიაში რო დადისა და ჰარმონირებს რომელიმე მართლმადიდებელი. ნახეთ რა გიჟები არიან მან და მღვდელი რომ მღვდელი არის გისაგავს ხო? როგორ შეიძლება ეს ჰარმონირებდეს? ნახეთ, აი სულ სხვა გაგება აქვს სამყაროზე და ვითომ რწმენა აქვს მართლმადიდებლად. გაგებაში არ არის ეს რა არის? დააკვირდეთ გარეგნულათაც, ფსიქოლოგიურათაც და ნორმალური ადამიანში თავისუფლებს ვინ ეტოვებს? არავინ. კერძოზე რომ დავიყვანოთ ჩვენ შენი თავი გეკუთვნის შენ ეგზისტენციალისტებზე. აი ამას არ ყვევდნენ ამას. განსაკუთრებით უკვე რომ არსებობა ადამიანისა წინ უსწრებს არსებას. ისინი დანარჩენი იკვლევდნენ მეტაფიზიკურ არსებას, სუშნესს. ეს ფენომენები, აი რა სწავლობს ფენომენოლოგია. ეს არის მოძღვრება მოვლენებზე, ფაქტებზე, მაგრამ განსხვავებით მეცნიერული საბუნებისმეტყველო მეცნიერებისაგან, საბუნებისმეტყველო მეცნიერების მეთოდოლოგია რა არის? რასაც ხედავს საგანს, მაგალითად, ფანქარი გაქვს შენ. ჩვეულებრივად მეცნიერი ამ ფანქარს აღწერს როგორც ატომების ერთიანობას, უმცირესი ნაწილაკების ერთიანობას. ფენომენოლოგი აღწერს ამ ფანქარს, ფენომენოლოგისთვის ეს არის ის რითაც გამოვლინდება. გამოვლინებებს სწავლობს ეს. და აქ ეკამათება აი ესეთ მეცნიერებებს, საბუნებისმეტყველო თუ ბუნებრივი მეცნიერები, რომელიც სულ სხვანაირად აღწერს იმას და აი მის გადატანა მეცნიერებმა რომ გადაიტანეს კვლევაძიებები, სამყაროს კვლევაძიებები ადამიანზე, აქ აუჯანყდა ჰუსერლი და სარტრი. და არ არის სწორე, მაგრამ ამაზე შეჩერება, რომ ეს აბსოლუტური ჭეშმარიტება, ესაც რა თქმა უნდა სწორი არ არის, იმიტომ რომ ადამიანი არ არის აბსოლუტური ჭეშმარიტების მატარებელი, თორემ ეს ადამიანი იქნება ობიექტად იქცევა, გააობიექტებენ ადამიანს და შეისწავლიან. ამიტომ მე შემიძლია სხვა ვერ შევისწავლო ისე, უნდა შევისწავლო მე ჩემი თავი. და ფენომენოლოგებმა სწორედ დააყენეს ეგზისტენციალისტებმა სამყაროს ცენტრში თავად ადამიანის მე, ესე იგი კონკრეტული სარტრი თავისი მეწამოწია წინ და საკვლევ საგნად ეს გადააქცია. და მე თუ შენ ვერ მოაწესრიგე შენ თავი, როგორ უნდა მოაწესრიგო სხვა ადამიანთან შენი ურთიერთობა სამყაროსთან და მე ახლა რწმენა. ესე იგი სარტრი რას აკრიტიკებს, იცი ხალხი? ეგრევე რომ გაცვიდა ხალხი და
საქართველოს მახსენდება, როცა ესეთ რაღაცებს ვიხსენებ, რო გაცვიდა კომუნისტობიდან და ეკლესიაში შევარდნენ. იციან ეს რა არის? თავისთავი არა გამკვლევი კაცი, რა გწამს, ვინ გწამს, იცი? ამიტომ არის მათ საგიჟეთი რო არის. ყველა ნორმალური ადამიანი თქვენ გინახიათ ნორმალურად იჯდეს და წყნარად იყოს რომელიმე მართლმადიდებელი მორწმუნე. ნახევრად გიჟია ისა. როგორც კი მის ნებას შენ შეეხები და ეტყვი რომ ცოტა იმ წუთში აფეთქდება ესა, გაგიჟდება, გადაირევა და წყობილებიდან გამოდის. შეურაცხყოფად აღიქვამს ყველაფერს. ჩვენ წინაში არის ადამიანი, რომელიც ეგზისტენციური განცდა არ აქვს. ესე იგი ამან ეს გამოტოვა ეს. სარტრმა ყველაფერი შეისწავლა, სარტრი სწავლობს თავის პიროვნებას. ამიტომ გაყვა ფილოსოფიის ისტორიას და არც ერთმა რო არ დააკმაყოფილა თავის იმაში, ნახეთ თავის იმიდან ამოიღო ისეთი რაღაცეები, რომლითაც მან მოაწესრიგა პირველ რიგში თავისი პიროვნება. ჭეშმარიტი ფილოსოფოსი ამას აკეთებს და მე გამკვირვებია სხვა ვიღაცა გამძღარი კაცი ამას რატო კითხულობს. რომ აბსოლუტურად შენ არ გეხება. აი რა ეთყობა მარგველაშვილს აძერეთ თქვით რომ ეს ფილოსოფოსია. ეს არ დაიჯეროთ ეგა. კაცმა არაფერი არ იცის, ავანტყოფია. გარეგნობიდან ლაპ ყველანაირად. მაგრამ სარტრი ესეთი არ არის, ჰაიდეგერი ესეთი არ არის. ესე იგი რას გვასწავლიან ესენი პლატონი და სოკრატე? ყველა ფილოსოფოსი არის. მარგველაშვილი კი არ არის. მარგველაშვილიც ფილოსოფოსია პლატონის გასაგ, მაგრამ აბა წავიკითხოთ როგორი ფილოსოფოსია. საკუთარ თავის ვნებს მარგველაშვილი. ესე იგი იტყვის პლატონი, ეს არ არის ფილოსოფოსი. სწორედ ამას სწავლო ნატურ ფილოსოფიური მიდგომა ადამიანის შესახებ და პოზიტივიზმი, პრაგმატიზმი, რომელსაც უპირისპირდება ეგზისტენციალიზმი. ღმერთი არის სრულყოფილი. ყველანაირად არ ჭირდებით ჩვენ ლაპარაკი ქრისტიანულ ღმერთზეა და რა ფილოსოფიურ აბსტრაქტულ ღმერთზე, პიროვნება ღმერთზე. იგი სიყვარულის მატარებელია 100%-ით და სიყვარულს ატარებს. მოიცავს სიყვარულს მთლიანად. ვერ დაანაწილებ მაგას. მე არანაირად მის სიყვარული არ არის მოტივირებული ანგარებით. მოტივირებული რაიმეთ. ის თავისთავად მის ყოფიერებაში შეიცავს ამ ჩვენთვის გაუგებარ მოვლენას, რომელსაც სიყვარული ქვია და ქმნის სამყაროს სწორედ მაგიტომ კი არა რომ თვითონ შეიყვაროს. სამყაროს ქმნის თავისთავად. მისგან დამოუკიდებლად, მაგრამ მონაწილე აი ამ სამყაროში როცა ქმნის აჩენს ისეთ არსებას, რომელსაც რაღაც ნაწილს ბეჭედს ატანს. და ჩვენ უკვე კი არ მოვიცავთ აბსოლუტურ სიყვარულს. ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა აბსოლუტურ სიყვარულთან ურთიერთობა ავაგოთ და ასე მივიღოთ წილი სიყვარულისა, რომელსაც ღმერთს აქვს. ვინც მოწყვეტილია ღმერთს ადამიანი, იმას ის სიყვარულს არ ატარებს. მას აქვს ემოცია, მას აქვს ჩვევა და ამას ურევენ ადამიანები სიყვარულს რო უწოდებენ. თორე სიყვარული არასოდეს არ არის მერყევი, არის მარადიული, მდგრადი. ერთხელ და სამუდამოდ რო გიყვარს, ის გიყვარს. და ჩვენთან ახლა ხან უყვარდათ მიშა, ახლა ეს იზღებათ. სწორედ იმან გადაიყვარა მიშა, ვისაც უყვარდა. აი ეს ადამიანური არის, ეს მშვენიერი არის და ცოდვა დაცემული ადამიანის თვისება არის. ასეთი არ არის ღმერთი, იყო კი არა არის და მით უმეტეს ღმერთი როგორიც არის, მისი ატრიბუტების ცოდნა საჭირო და ამიტომ არის გაღრმავებით ცოდნა ამ საკითხისა, რათა მისი ნაწილი ქმნილება რო გარვე, კარგად ვიცოდე ჩემი თავი. მოკლედ ღმერთი შემეცნება მე იმიტომ მინდა რომ ჩემი თავი გავიქო. და აქ 100% თუ ვერ ვიმეცნებ მე ჩემ თავს, ეს იმიტომ რომ შეზღუდული ვარ და სწორედ შემეცნება გულისხმობს ისეთ პიროვნებასთან ურთიერთობას, ვინც მე შემქმნა. აი რატომ ვარ მე ღმერთთან, როგორც ადამიანი, რატომ მსურობს მასთან მისვლა და ისეთ ღმერთთან კი არა, რომელიც არის უპიროვნო. ღმერთთან რომელიც ინტელექტია და ღმერთთან თუ ინტელექტია, რაღაცა წერილი ჩემს მიმართ უნდა გქონდეს და ინსტრუქცია, როგორ მოვიქცე მე, ვინა ვარ მე, რა მდგომარეობაში ვარ და რა მელოდება. ეგ ცოდნა ეს მიწიერი ცოდნა არის. ეს დროებითი ცოდნა არის შენი კუჭის გასახარებლად. ამით მე სიცოცხლეს მარადილს ვერ მოვიპოვებ. ამიტომ პარალელზე უფრო ნამდვილი ჭეშმარიტი ცოდნა დავიწყე და უფლება და მოგეხსენება და პლატონის წიგნები არ ქონდა დაყრილი და თელი რიგ ხალხს, მაგრამ სწავლობდნენ და თავად წიგნი არ არის სამყარო. წიგნებიდან მიიღო განათლება თალესმა? ეძებდა სამყაროს ძირებს. და ამან უნდა დაგვაფიქროს ჩვენ. ადამს წიგნი ქონდა? რა, უცოდინარი იყო? ნოე რა, უცოდინარი იყო? იქნებ მოსე იყო უცოდინარი. ხო, ნუ მოსე არქიტექტით მოდის მერე, ასევე დანიელსაც რო არის მინისტრი სწავლობს არამეულ ენას და არამეული ისეც უწერია იქ გარკვეული თავები არამეულ ენაზეა და ებრაულ ენაზე დანიელი წიგნი. ასე რომ ჩვენ გვჭირდება ეს, ვინა ვართ ჩვენ და სწორედ ამას რო გამოვყევი მე ადამიანის და ამით ავარ დაინტერესებული და ახლა სკოლაში რა მასწავლეს მე და ინსტიტუტში დავამთავრე თუ არა და ეს სულ არ მაინტერესებს. ჩემი სწავლა რო შეჩერებულიყო ინსტიტუტით, მე ვიქნებოდი ისეთივე რეგვენი, როგორც არის მანდ უამრავი და თან ისეთი რეგვენი, რომ არის ის რომ რეგვენია და გაუთავებლად ჭკუას ასწავლის ხვას. ჩვენთან ხო ჭკუის მასწავლებელია ტონობით საქართველოში. ყველაფერი იცის საქართველოს რუსეთთან იყოს თუ ამერიკასთან, დამოუკიდებელი იყოს თუ არ იყოს. ხო გადახედეთ სახეზე არის. ამიტომ ესეთის მეღიმილება ესეთი მეებს რომ მოусმენ.
და მე ცოდნა სხვა იმით გადავაგდე სხვა რაკურსში. მე ცოდნა მჭირდება ჩემი არსობის წვდომისათვის. ვინა ვარ მე? როგორი მიმართება უნდა მქონდეს და ვისთან უნდა გავსწორდე. სწორედ აი ამან მიმიყვანა იმასთან, ვისაც ქართულ იმაშიდაც კი ქვია ღმერთი და ვითომ მართლმადიდებლობენ. ამ დროს როგორი ის არის კონფლიქტი ვერ ახედავთ, რომ ღმერთთან თუ ხარ, ვერ ისწავლე ვინა ხარ შენ. და რატო ხარ ესეთი გაღიზიანებული, რატო ხარ ესეთი რაღაცა შიზოფრენიკი და ბოლოს რამდენმა მართლმადიდებელმა ჩამოიხრჩოს თავი 20 წელიწადში თუ იცით თქვენ. და ძალიან ბევრი მართლმადიდებელი რელიგიის მიმდევარი იყო. მე არ წამიკითხი არსად ქრისტიანს ჭეშმარიტ თავი ჩამოიხრჩოს. მე არ წამიკითხი არსად. არც ერთი პიროვნებები არ მოუკვლიათ თავი. ესე იგი, აი ეს რა რელიგიის მიმდევრები არის. მე ერთმანეთს ხოცავდნენ ადამიანები. სულ ყველა ქრისტიანები იყვნენ, ხო, ვინც ხოცავდნენ ეს. ყველა იძახის ჩვენ მართლმადიდებლები ვართ, ხო, ქრისტიანები ვართ. და 7 ნოემბერი ორი ქრისტიანი დაეჯახა ერთმანეთს. სახელმწიფო მართველი ქრისტიანი მართლმადიდებლები და ჯოგი. ეხლა ვამტკიცოთ რომელია ნამდვილი? ეგ არის სისულელე, მაგრამ სიტყვით საქმით მართლაც ყველა ის ვინც უბაგუნებდა მან ვიღაცებს ქუჩაში ეკლესიაში სანთელ დღესაც გიორგობას აღნიშნავს. ამ წარმართულ რაღაცა სისულელეს. არ არის სწორი. მარქსი რომ მარქსია, ეგეც ეძებდა. უბრალოდ ვერ მიაგნო და თქვა რომ არ არის. მაგრამ ძიება ყველას ჰქონდა. ასევე ჰაიდეგერზე და სარტაზე, ჰაიდეგერზე განსაკუთრებით თქვენ ათეისტური მაშინ მოდა. თვითონ ჰაიდეგერი კატეგორიული წინააღმდეგი იყო ასეთი კვალიფიკაცია მის მიმართ, რომ მე არა ვარ ათეისტი. უბრალოდ ჰაიდეგერის ფილოსოფიიდან ამოდიოდა და ჰაიდეგერის ფილოსოფიაში არ არის მტკიცება ღმერთის არსებობისა და არ არის მტკიცება ღმერთის უარყოფისა, იმიტომ რომ მისი ცენტრალური არსება არის ადამიანი. და ამიტომ ახლა და ესეთი იარლიკი მიაკრა კაც ათეისტია, კვლევის საგანი მისი ჯერ სხვა არის, ადამიანია. და ის არ იკვლევს ღმერთს, არ იკვლევს მის არსებობას და არარსებობას. და ხის კიდევაც. მე ვერ დავამტკიცებ ამას, იმიტომ რომ მე არ ვიცი ღმერთი, როგორ უნდა დავამტკიცო ისეთი რამ, რაც ჩემ გონებაში არ ჯდება იძახის ჰაიდეგერი. სწორი არ არის? ამიტომ ის არ იზიარებდა შეფასებას, რომ ჰაიდეგერი ათეისტია. არ იზიარებდა და სწორიც არის მე რომ გავეცანი. რა, უბრალოდ მის ფილოსოფიაში იმდენი ორაზროვნებაა, აი თავგზა აგებნება რა, მაგრამ მაძებარი მე შევაფასებ. ეს კაციც ჩემი იმაში ეს არის ღმერთის მაძებარი. უბრალოდ ვერ იპოვა. და ბუნებრივია, ვინც ღმერთს ეძებს, თავისი ფილოსოფიური ძალებით ვერ იპოვნის. რომ ეგ შესაძლებელი ყოფილიყო, მაშინ გამოცხადება არის აბსურდი. გამოცხადება პირდაპირ გაგება ადამის მიმართ, მოსეს მიმართ, დანიელის, ყველა და ბოლოს განსხეულება ქრისტეს სახით. ეს ყოფილა სისულელე. რას დაიღალე? მაინც გიპოვნიდი და რა ჩამოხვედი? ესე იგი არ შეუძლია ადამიანს, ესეა მოწყობილი. ამიტომ ვისაც ხელეწიფება ეს ღმერთს ეწიფებს, უნდა გამიცხადოს ეგა. და ვინაიდან 2000 წელზე მეტი არის გამოცხადება არ არის, ძალიან ბევრი ფილოსოფოსები საგონებელში ჩავარდნილი ღმერთის მაძებრები არიან, დაწყებული პირველი საუკუნიდან დღემდე. და ვერც ერთი ფილოსოფოს მე ვერ დავასახელებ, რომ იგი ღმერთს არ ეძებდა. ზოგმა იპოვა და ისინი ირიცხებიან ასე, ვინც ნაპოვნი არის რელიგიური ფილოსოფიის წარმოადგენლები, მეორენი არა რელიგიური ფილოსოფიის წარმოადგენლები. ორივე ეძებდა. ეხლა რელიგიური ფილოსოფიის წარმოადგენელი რაც მიაგნო? ტვინით მიაგნო რომ ღმერთი არის, მაგრამ არანაირად არ იცნობს ვინ არის იგი. იმიტომ რომ სახარებას ეს ხალხი არ იღებს როგორც ერთადერთ დოკუმენტს და ბიბლიას. არც ჰეგელი რო ჰეგელია, ამისთვისაც დიდი ავტორიტეტის ბიბლია არ არის და ამ დროს თვითონ ამტკიცებს ღმერთის არსებობას და მისი დიალექტიკა ეს არის მისი ტრიუმვირატი რო შემოგვიტანა ლოგიკური, ხომ? თეზა, ანტითეზა, სინთეზი. ეს იგივე მამაძე და სულიწმინდის გადამღერებული ვარიანტებია ლოგიკაში. და მე ვკითხავ ამას, რას იტანჯებით ფილოსოფოსებს მიმართავ? ბიჭო, მიდი ღმერთთან და დამთავრდა. მაგრამ ამბიციას რა უყოთ? თუ მივედი ღმერთთან და ჩავბარდები, მე ხელი უნდა ავიღო თვითყოფად ფილოსოფოსებზე, პროფესორობაზე. ვინც ეს გააკეთა, იმან თელი შვებით არიან ესეთები. აი ტოზერი, სპრაული, მაკარტური, რა, ნაკლებით ფილოსოფიის ისტორია იცის რომელიმე მაგათაგან, კოპლსტონი, ფრედერიკ კოპლსტონი, ხომ, მის ცნობილი 9 ტომიანი ინგლისურ ენაზე გამოცემული კაცი 87 წელს გარდაიცვალა, ერთ-ერთი უდიდეს ავტორიტეტად თითულება მე-20 საუკუნის ფილოსოფიის ისტორიაში, ესეთი მისი 9 ტომი დევს ინგლისურ ენაზე და ასევე რუსებმა დაიწყეს გამოცემა და რამოდენიმე ტომი უკვე შემოგთავაზეს. რუსულ სივრცეშიც არის ეს პიროვნება. ერთ-ერთი საინტერესო პიროვნება არის, რომელიც იყო ანგლიკანური ოჯახში აღზრდილი, ანგლიკანური და თვითონაც ბავშვი იყო ანგლიკანი, მაგრამ განხილვა მიიღო რაღაცებს და გახდა თავისთავად რო იცოდეს კათოლიკური იმაში გადაბარგდა. მაგრამ გადაბარგდა ისე კი არა, დღევანდელი კათოლიკები და მართლმადიდებლები რო არიან. ჩემი შეფასება თუ გაინტერესებთ, ვერ ამაღლდა ისევ, მაინც კათოლიკურ ვერ ამაღლდა, მაგრამ
ფილოსოფიის ისტორიას რო გვთავაზობს, ეს ერთ-ერთი საინტერესო სახელმძღვანელოა. და თავისი რწმენა თვითონ განიკითხოს, მე რატო გამიკითხო. სხვადასხვა ის კაცი არის, რომ 1958 წელს რადიო დისპუტი რო გამართა ბერტრან რასელთან. თემა ეხებოდა ღმერთის ყოფიერების მტკიცებას. სადაც ამ დისკუსიაში რა თქმა უნდა ძალიან გაფერმკრთალდა ბერტრან რასელი, მაგრამ ეს იმას არნიშნავს, რომ კოპსტონმა დაამტკიცა ღმერთის არსებობა. ადამიანი ღმერთის არსებობას ვერ დაამტკიცებს, ეს არის სისულელე. ჩვენ არ უნდა ვამტკიცოთ ღმერთის არსებობა, იმიტომ რომ ვერ დავამტკიცებთ ამას. თუ დავამტკიცეთ ეს, ღმერთი გამოდის ჩაკეტილი და ის უსასრულოა. ამტკიცებენ იმას, რაც ჩაკეტილია, რაც ობიექტივირებულია. დავამტკიცებ იმას, რაც მკვდარია, რაც ერთხელ სქემატურია, მაგრამ ღმერთის არსებობა თუ დავამტკიცე მე ღმერთზე აღმატებული გამომდივარ. ამიტომ არის ლინგვისტური იმაშიც რო გადავიდნენ ისტორია, სიტყვების თამაში არის, ეს სიტყვების აღრევა, დარევა და ღმერთი ამტკიცებს რა. მთელი შუა საუკუნეების ფილოსოფია ეს რა არის? ღმერთის მტკიცების ისტორია. სისულელია ეგა. რა უნდა ამტკიცო ეგა? ღმერთი მოვიდა არის, რაღაც ამტკიცებ. ვის უმტკიცებ? აგერ არის ბიბლია. აიღე და წაიკითხე. მოვიდა გამოცხადა, არ გჯერა და ამიტომ ეს ხალხი იცი ვითომ კარგს უკეთებენ ღმერთს, თომა აქვინელი, ავგუსტინე, გვიმტკიცებენ რომ ღმერთი არის. მაინც მიუხედავად იმისა, ამდენი ადამიანურ დონეზე ამტკიცეს ლოგიკურად, ნეტა ვინმე სწამს. აი რო წაიკითხოს ქართველმა ავგუსტინე ღმერთს წამებს? თომა აქვინელი რო გადაიკითხოთ 9 ტომი იწამებ ღმერთს, არ ამჯერა. ბაგერ არის პირველ წყარო, ბიბლიიდან არიღებ და თომა აქვინელიდან მიიღებ. ამიტომ აბსურდი არის, აი სიტყვა თეოლოგები, ესენი გზასაცდენილი ხალხია. მე ვლაპარაკობ ტერმინი თეოლოგი აკადემიური გაგიბა რო აქვს. თორე ისე ადამიანი თეოლოგი უნდა იყოს, ფილოსოფოსი უნდა იყოს, მღვდელიც უნდა იყოს თავის სახში. იმიტომ რომ ღმერთმა გაგვაჩინა და ყველაფერი ვართ ჩვენ ამ ხრივ, პატარ-პატარა დოზით. და თეოლოგი ხარ იმ შემთხვევაში, თუ ღმერთს ქრისტიანულ ბიბლიურ ღმერთს აღიარებ და მის მოძღვრებას მისდევ და მოძღვრება ღმერთის შესახებ. რა არის მოძღვრება? რო ვიცოდე მოძღვრება ღმერთის შესახებ, უნდა ვიცოდე რა მოძღვრება დამიდო ღმერთმა. ბიბლია არის სწორედ მოძღვრება ღმერთის შესახებ და აქედან მე ვარ თეოლოგი. ის გადავდო გვერდზე და იქიდან რაღაცეები ვქეკო, ეს სიმბოლოა, ეს სიმბოლოა. გამერკელაშვილის არ იყოს, იმას უბრუნდები, აკი თქვი ჩემყოფიდან აღარ ამოვეგე მეთქი, რომ სოდომ გომორი თურმე მოგონილი ქალაქი არის. ხო ხედა ამას ბოლომდე წიგნი არ ქონდა წაკითხული. მოგონილ ქალაქზე შეიძლება უამრავ სხვადასხვა დროს, სხვადასხვა პიროვნებები იხსენებდნენ ამ ქალაქს. ხო, ამას რო ქონოდა ამოსი წაკითხული, იოილი, იზეკიელი, ერემია, სოდომ გომორს ახსენებენ. სიმბოლურ იმას მოიტანდნენ ხმარებაში, რატო სხვა სიმბოლოები არ მოგთ, სადაც სიმბოლურ ალეგორიული ადგილებიც არის ბიბლიაში. ეს ისტორიულად კონკრეტული ქალაქები იყო, რომელიც წაიშალა. და ასეთივე ქალაქები, ძალიან ბევრი ქალაქები, ისევე როგორც სოდომ გომორი, განადგურდაო. ბევრი წინასწარმეტყველი გადმოგცემს და ახსენებს სოდომ გომორი. ასევე ეს ქალაქები აღარ იქნებოდა. და მართლაც აღარ არის ის ქალაქები. აი ისრაელის და განთავსებული ქალაქები მის ირგვლივ აღარ არის. სად არის მოაბი, ამონი, სად არის მედომი? სად არის ქალაქები? ამიტომ არ არსებობდა. სხვათა შორის კიდე აი სიტყვები დიდი მნიშვნელობა რო აქვს, აი ახალი ბრიტანული სკოლა ფილოსოფიის არის ლინგვისტური ანალიზი. აი ბრიტანული ფილოსოფია მე-20 საუკუნის სწორედ ამაზე მოჯდა და აი სიტყვებს რა როგორი ის აქვს, ხო? შეუძლია ერთი სიტყვა 10 კაცმა სხვადასხვანაირად გამოიყენოს. ამიტომ ჩვენ რომ არ დავიბნეთ ამ ლაბირინთში, რომელსაც შემეცნებთ გნოსეოლოგიური ლაბირინთი ქვია, გავარკვიოთ ჩვენ რა გვინდა. თუ ხართ მაძებარი, მოძებნეთ რა. შეიძლება კაცი დაიბადო, მოკვდა ისე რომ არაფერს არ იძებდე. და გარდა მაღაზიაში განსაცმლის ძებნისა, სხვა არაფერი არ გვაინტერესებს. რატო გადაყარგა ადამიანმა იმ თავითვე ნიშნულობა, როგორც თავდაპირველად გააჩინა ღმერთმა. რა? სწრაფვა ჭეშმარიტ სიყვარულისაკენ. და სიყვარულის ობიექტი ღმერთი არის. თუ ობიექტად მართებული ამის მოხსენიება. რო ამტკიცებენ, ეხლა მე მეცინება პირადად მე რამდენი მტკიცება მაქვს წაკითხული. ხა ჩემთვის ეს კარგია, ლოგიკური ოპერაციები და რაღაც კარგია, მაგრამ მე ვიცი რომ ეს არ არის სწორი. არანაირად სწორი, რო გადაეყრები დეფექტიანს, ეს ცოდნა უნდა კონდეს. მაგრამ რწმენაში ისეც მაქვს რომ დეფექტიანი იმის დეფექტიანია, რაც არ უნდა უმტკიცო. მეტყვის შენ ახლა სიტყვებში ვერ გაჯობებო, მაგრამ ფილოსოფოსები ყველა ეძებდა. ზოგმა აღმოაჩინა, წინწკლებში ჩავსვამ აღმოჩენას და ესეთი ფილოსოფია არის რელიგიური ფილოსოფია, იმიტომ რომ ქრისტიანობა გამორიცხავს ფილოსოფოსობას აკადემიური გაგებით. აი პავლე გაიხსენეთ, ზუსტად ამას ეკამათება ფილოსოფოსები. და ფილოსოფოსებისთვის რომ გაუგონარი რამ იყო ხარება, რასაც პავლე აკეთებს, ხომ, გადაგება აღდგომაზე. აი საბერძნეთში რომ მიდის და გახსოვთ იქ რა, სხვა დროს მოგისმენთ. როცა აღდგომაზე დაიწყო ლაპარაკი. ვერ შეეტია ეს ფილოსოფოს რელიგიის მიმდევარში ეს გაგა, როგორ შეიძლება ადამიანი აღსდგეს. სული წავა და იქნება, კი, სულს არ უარყოფდნენ ეს ფილოსოფოსები, მაგრამ აღდგომა ვერ ჩაატიეს თავში. და ვერ ჩაატევდნენ. პავლეს გამოცხადება ქონდა, ამათ არა. გამოეცხადა
სამყაროს და ადამიანის შემქმნელი. და იმან მისცა მითითებები. ეზეკიელის პირით ღმერთი ლაპარაკობს და არა ეზეკიელი. აბა ეზეკიელის თავში ხლა ეგეთი აზრები არ მოვა. ეს 2000 წელია ბოლო რა ესენი შეწყდა და ბუნებრივია შეწყდა გამოცხადება, მაგრამ არ შეწყვეტილა ადამიანების გამრავლება დედამიწაზე და მათ რიცხვში მოდიან ინტელიგენტები და პრობლემა ის არის, ეძებენ ისევ სამყაროს ძილებს. ამიტომ ფილოსოფია ყოველთვის ტრიალი არის რა, აი სამყაროში რა არის, ვინა ვართ, როგორ ვართ და რას მიაგნეს რო? ვერაფერს. და ამის სახელით ფილოსოფიური ნაშრომი, რომელიც ერთხელ და სამუდამოდ მოცემული ჭეშმარიტება არის. ფილოსოფიის ისტორია ეს არის ერთიდან მეორის ხმალაობა. ერთი გნოსეოლოგი, ერთი ასე იტყვის, მეორე ისე იტყვის, რასაც იტყვის ერთი უარყოფს მეორე, ამას ამკვიდრებს, მოვა მესამე უარყოფს ამას. და ეს არის სულ უარყოფის უარყოფა. ფილოსოფიის ისტორია ეს არის უარყოფის უარყოფა. და ასე მუდმივად. იმიტომ რომ მე ამასთან ვსავარ წილნაყარი და ეხლაც სიამოვნებს ასეთი ლიტერატურის კითხვა. ჩემს ბიბლიოთეკაში ძალიან ბევრი ისინი დევს. იგივე კობლსტონი რო თქვი ფედერიკო და სიამოვნებას მანიჭებს სიამოვნებს რა კაცი როგორ აზროვნებს ესა თორე განაისრომ ეგენი მასწავლიან მე ბიბლიას ან ღმერთს გამაგებინებს რომელიმე ჰეგელი და კანტი გამურიცხეთ ეგა იმ თავითვე მე უკვე მივაგენი და ვიპოვე და ახლა რატომ კითხულობ რაღაცა სიამოვნებს რა რაღაც აი ადამიანი როგორ აზროვნებს კითხვის პროცესში ვწავლობ თვითონ იმ ადამიანს როგორი აზროვნება ქონდა როგორ უყურებდა სამყაროს და მე სევდაცა მაქვს, იცი, რა სწავლობ, შედალოცვილო, ბიბლია არის აგერ. ამიტომ ვიც უფრო ფილოსოფოსები, რომელიც ბიბლიასთან მივიდნენ და ბიბლიიდან უკვე აღარ ჭირდებათ მტკიცება და ქადაგებას იწყებენ. ეს ხალხი სწორი ხალხია და თუ ამას ვინმე რეგვენი ეკამათება, ისინი ამოიღებენ თავის ინტელექტუალურ არსენალს ფილოსოფიას და ასე ებრძვიან. და თუ ეგ არ იცი, იქნება იმის შთაბეჭდილება, რომ უიცი ეს მორწმუნე არ არის, ნახე არაფერი არ იცის. მართლმადიდებელი ამ ხრევ ხოლმე ძალიან ადვილი და სამარცხებელია. არაფერი არ იცის. ამიტომ ეს უჩუმად არის, არავის არ ეკამათება და აგრესიულია და ჯოხებით გამოვარდება და დაძდებს იეღოველებს. ესე იგი იეღოველს რო ვერ ამარცხებს შენ, თუნდაც ლოგიკით, ესე იგი დებილი ხარ. რა თუნდაც, ამიტომ რასაკეთებენ იეღოველებს თოფებით დაძდებენ. გამოდით ერთხელ და სამუდამოდ ისე წარმოაჩინე, ესე რომ ხალხს აღარ ქონდეს სურვილი ამასთან მისვლის და ვიღაცას უნდა იყოს კაცო კისერი უტეხია. მაგრამ ესენი აკრძალვას, ავკრძალოთ, გავანადგუროთ. გაანადგურე რა, მაინც მოვა ეგა. თუ ეს თავობა წავა მეორე მოდის. ცოდვა კი გრძელდება. იმიტომ რომ ერთხელ და სამუდამოდ ადამიანი რომ არ ექვემდებარებოდეს სიკვდილს, მაშინ გავაჯანსაღებთ საზოგადოებას და ამ გაჯანსაღებული საზოგადოებით 1000 წელი და მეტი მოვლენს უჯანსაღები და ჯანსაღები. მთელი უბედურება ეს არის, რომ ადამიანი დისკრეტული არსება არის. ადამიანი როგორც სოციალური ფენომენი, როგორც კოლექტივიზმი, როგორც თქვათ ერი. ეს დისკრეტულია. ერთი ინდივიდებისგან შედგება ერი, მაგრამ ეს ინდივიდი მოკვდავია და სასრულია. რაღაც გარკვეულ დროში ის გადაიცვლება. მოდის სხვა ამის ადგილზე. ის გაიზიარებს იმას? არ გაიზიარებს. ის კამაც დაუწყებს ამას. ხო, მაშინ თუ ვიზიარებ მთელი ქართველი, დავადგეთ ილია ჭავჭავაძის გზას, რა გაგვიჭირეთ საქმე, კაცო. ილია თუ ყველასთვის ილია არის. ვიაროთ ამ ილიას გზით, მაგრამ იციან რა არის. ხო გამოდის ქართველი ილიას გზა, ბჭო, რა არის ეს ილიას გზა? კაციშვილმა არ იცის რა არის ელია. თუ მივაგენით ამ თუ ილია არის, რატომ მიკვრის პირდაპირ მთელი ქართველების გამოსავალი უპოვნიათ ილია ყოფილა ჭეშმარიტება? მაშინ ახირებული ერი. დავადგეთ ამ ილიას გზას. არავინ არ იცის რა არის ილიას. იმიტომ რომ არა გზა არ ქონდა ილიას და. ილია უგზო კაცი იყო რა. ან კიდე ეს მართლმადიდებლობა, მთელი საქართველოს მართლმადიდებლობაში ვეღარ გავიგე პრობლემა აღაზია. აი ახლა დავყოთ ჟონგლირობა დავიწყოთ. იცი რა, სააკაშვილი არ არის ნამდვილი მართლმადიდებელი. ბიჭო, ვერ ვიპოვეთ ეს ნამდვილი მართლმადიდებელი. ბოლო-ბოლო თუ ხსნა გვინდა ჩიოლაშვილი და მაგი იყოს პრეზიდენტი და საერთოდ მთელი სინოდი პარლამენტში დავსვათ რა. იქნება პრობლემა გადაიჭრება. არ გადაიჭრება. ესე რომ ესენი გვეჟონგლიორებიან ახლა. მთლიანად მთელი საქართველოს მართლმადიდებელია. აი მთელი რა თუნდა მაგას ლაპარაკი. თუ რატო ხართ ასე ცუდად მაშინ ხო? რა ვიცი, პარლამენტის წევრი და იტყვენ ის მე ვარ მორწმუნე, ეს არ არის მორწმუნე. ეგ საკითხები ეს კაციშვილმა არ იცის ხო? ივანიშვილი უფრო მორწმუნე მართლმადიდებელია თუ თქვა ჩიოლაშვილი. ეგ კაციშვილმა არ იცის. მაგრამ ორივე სიტყვით რო გამოდის, აღიარებს რომ მართლმადიდებელია რა. და თან გულით მე მჯერა რო ესია. ქართველობენ მართლმადიდებლობენ მე მჯერა. არავინ არ იტყვება, ყველა იძახის რომ მართლმადიდებელია. მე მჯერა. პრობლემა აქ არის. აი სწორედ რა არის მართლმადიდებლობა, გიფიქრია? და როგორ შენი ადამიანური არსება გისწავლია? თუ თქვენ იესოს სიყვარული არ გექნებათ, მაშინ ყველაფერი წყალშია გადაყრილი და თქვენც ახართ წყალში გადაყრილი. აი ეს საკითხები თუ აქამდე არ გამოგიკვლევიათ, მაშინ კიდე უნდა იკვლიოთ. ესე იგი, რას ეძებთ ცხოვრებაში? ყველა კი გითხარით მაძებარია. ყველა ეძებს. ფილოსოფია ეს არის ძიების სფერო, აი ძიების ფილოსოფია ეს. ესე იგი ეძებენ რას? სიბრძნის
მოყვარე ხალხი ეძებს ბრძენს. ფილოსოფოს განმარტავ ასე, კაცი, რომელსაც უყვარს სიბრძენე. მოყვარულია იგი. აი, ფილოსოფია სწორედ ამას ნიშნავს, მოყვარეობა არის. და რას ეძებს? სიბრძენეს. იპოვა? აი, იპოვა ზოგმა სიკეთე დაარქვა, ზოგმა ღმერთი დაარქვა. და სულ ესენი აღიარებენ ბიბლიას როგორც ერთხელ და სამუდამოდ მოცემულ ჭეშმარიტებას. რა თქმა უნდა არა. არც ერთი ფილოსოფოსი ამას არ აღიარებს. ეშინიათ არ დავკარგო თავისუფლება და რაღაცა. ზოგი არიგებს ფილოსოფიას თეოლოგიასთან. თომა აქვინელი. არაფერი შერიგება არ ჭირდება ამას. პავლე ამას არ აკეთებდა. ერთადერთი ვიცით ჩვენ. არ არიგებს ფილოსოფიას თეოლოგიასთან, არ ეძებს ფილოსოფიურად ღმერთს, იმიტომ რომ გამოეცხადა მას და დამყარა ფარხმალი. მანამდე თეოლოგიც იყო, ფილოსოფოსიც პავლე. მეც თავის დროზე როცა მაძებარი ვიყავი და ჩემი შეზღუდული გონებით მე თვითონ თქვა და არ მყოფნის განათლება და ამ ჩაკეტილ სივრცეში საბჭოურ ჩაკეტილ სივრცეებს გულისხმობ. მე ფაქტურად ადამიანური სენი წართმეული მაქვს. ვეძებ ისეთ სახელმძღვანელებს, სადაც დამაყენებელ გზაზე მომაძებნინებენ. მოკლედ, პლატონმა ჩამკიდა ხელი და ვერ ვიპოვე მასთან ერთად ღმერთი. აღმოჩნდა რომ იმანაც ვერ იპოვა. გადავედი სოკრატე, გადავედი თომა, ვერ ვიპოვეთ. ვერავინ ვერ თუ ავგუსტინეს ვეტაკი არ იქა ბიბლია, ვერც ავგუსტინე ვერ მაპოვნა და ბუნებრივია. გვაპოვნებს ბიბლია. იმიტომ რომ წიგნი ღმერთზეა და ფილოსოფოსები ეძებენ ღმერთს. ეს წიგნი კი ღმერთზეა, თავად მოგვაწოდა თავის შესახებ. იმ დონეზე, რა დონეზე და ჩვენი გონება დაიტევს. და მართლაც ჩვენი გონება იმნაირად არის მოწყობილი ღმერთის მიერ გათვალისწინებულია და წერილიც ასეთი არის. გამოგზავნილი და ითხოვს ახლა ჩვენთან გულს მობრუნებას და სიყვარულს. დანარჩენს ისაკეთებს. და ბუნებრივია იმან უნდა გააკეთოს, მე რა შემიძლია ბა. და ჩვენ რომ მივიტყებეთ რომ კეთილები ვართ, მოყვარეები ვართ, აბა ღმერთი არ ყოფილიყო. ეს თვისებები ჩვენ საიდან გვაქვს? და გვაქვს ბოლომდე კი ვარ, თუ მასთან არა ვართ, ეს თვისებები ჩვენ არა გვაქვს და ამ თვისებების დამახინჯება მოხდება. და დამახინჯებელი სატანა არის. ამახინჯებს ყველაფერს, სიყვარულის გაგებას, სიკეთის გაგებას. ჩაგვადენებს ისეთ სიკეთეს, რომ ეს ბოროტებად იქცევა. თავის დროზე სიკეთე სააკაშვილის მოსულა ბოროტება ყოფილა. და როდის ვიმეცნებთ? 10 წლის მერე უნდა შევიმეცნოთ, ეს სიკეთე ბოროტება ყოფილა და ვეძახდით სიკეთეს. სიკეთეს ეძახდნენ თავის დროზე გამსახურდიას, შევარდნაძეს, მარქსიზმს. სიკეთეს ეძახიან ახლა ივანიშვილის მთავრობას. გავადრო 100%-ით ამის შემიძლია ყველას უთხრა რომ ბოროტებად გამოცხადდება ესეც. ეს არის დაბნეულობა ადამიანებში და ჩვენ რატომ უნდა დავიბრუნოთ? აი და არ უნდა ამას დიდი ბევრი წლების გასვლა. 1-2 წლის მერე ესეც გამოცხადდება, ბოროტი ყოფილა ივანიშვილი. თავიდან ხო დიდი სიკეთე, აი ქველმოქმედია. მიშიკოს გაიხსენეთ. გაიხსენეთ ძველი კადრები კიდე ამასენათ. რა სიყვარული ქონდა ხალხს მიშასი რა. რაღაც გარკვეული დაბოღმილი ტიპებს შურდა და არბოზა თლიანად მოსახლეობა იყო აღტაცებული, აღფრთოვანებული, გახარებული, რომ მიშა სააკაშვილი მოვიდა პრეზიდენტად, ახალგაზრდა ბიჭი შეყვარებული. იცით რა სიყვარული იყო და უცებ ამ ხალხს 7 ნოემბერს უზიზღი ისევ ამ ხალხის მიშა სააკაშვილის. რომელია სწორე? აი მითხარი რომელია სწორე? მიშა კეთილი იყო, მაშინ ბოროტად როგორ იქცა? ესე იგი შეიძლება სიკეთე ბოროტებად გადაიქცეს? სიკეთე ბოროტებად თუ გადაიქცა, საშინელება არის. ვიღაცა მეტყვის, ხო იცი კეთილი იყო ბოროტად გადაიქცა. კი, მაგრამ ჩვენ როგორ ვერ შევიმეცნეთ სიკეთეში პოტენციური ბოროტება და არ მივცემდით მაინც ხმას. ეს არ შეუძლია ადამიანს, ხო? რა პრობლემა რაშია? მიშა სააკაშვილი ღმერთთან არ არის და სიკეთის მატარებელი კი არის. მაგრამ ღმერთთან რო არ ახარ, ეს სიკეთე არის რელატიური. რელატიური სიკეთე კი მოიხსენებათ, ეს არაფერი სიკეთე არ არის. სიყვარული არ ქონდა მიშას? ქონდა. მაგრამ ღმერთთან არ არის. მაშინ ეს სიყვარული არ არის, ეს არის მშვინვერი გრძნობები, ემოციები და შეიცვლება ვითარებასთან მიმართებაში. ვინც შენ ტას დაგიკრავს, შეგიყვარდება, ვინც არა და შეიზიზღებ. და როცა ღმერთი გიყვარს და ღმერთიდან მოდის სიყვარული, შენ ადამიანი გიყვარს, იმიტომ კი არა, რომ ან გაქებს და ან გაძაგებს. იმიტომ ეს თვისებაა შენი ღმერთიდან ბოძებული. სიყვარულს უნდა ატარებდეს შენ. და არა იმიტომ, რომ შენ გაქებენ და გიყვარს. სიყვარული ეს ჩემი ღმერთიდან ბოძებული თვისებაა. ცოდვა დაცემის შედეგად ხო იცით რა მოხდა? ღმერთთან კავშირი გაქრა, მოკვდა, სიტყვით, ბევრს არ ჯერე ეს რომ ადამიანის სული მოკვდა მართლა. მოკვდა, ეს არ მოუტყუებია ღმერთს ადამიანისთვის არა. როგორც კი თქვენ ამას დაარღვევთ ამ კანონს. ამუშავდება ის სულიერ კანონებზე იყო ლაპარაკი, ნაღდი ეგა, ამუშავდა ეგ კანონი და მოკვდა ადამიანი როგორც სულიერი პიროვნება და დარჩა მშვინვერი, ხორციელი. ქრისტე მოდის და კანონი აღადგინა, სულიერი კანონი, გაცოცხლდა ადამიანის სული, ღმერთთან ჩაერთო. თუ ეს არ იწამე, ღმერთთან შენთან ინფორმაცია ვერ მიიღებ. ისევ ფილოსოფიაში გადაჯდები და ისევ დაიწყებ ძებნა სამყაროდან გამოსვლის და ფილოსოფოსები ყოველთვის რას აკეთებენ, რომ ვიმყოფებით გამოქვაბულში, ვიმყოფებით ესე იგი სადღაც გადაგდებული, როგორც ჰაიდეგერი იყო და სადღაც გადმოგდებული ვარ და აქედან გასვლა გვინდა. ვეძებთ გასასვლელს. თან ისეთ გასასვლელს კი არა, რა ასეძებ, მოკვდები, არა.
როგორ სიკვდილი თუ გასულა არის? მე არ ვიცი სიკვდილი გასულა? იქნებ სიკვდილი გაქრობა არის. თუ ამას დავადგინებ, მაშინ მით უმეტეს დავამტკიცეთ, რომ ეს სამყარო ტანჯვაა, თავი მოვიკლოთ. მაგრამ ჰაიდეგერი ესეთ გასასვლელს არ ეძებს. ეს ეძებს გასასვლელს, სადაც მისი პიროვნება შენარჩუნდება. ასეთს ადამიანი იპოვის ღმერთის გარეშე. რომელი იპოვიდა ადამიანი, იმიტომ მომოვიდა, განსხეულდა იესო, ცოდვა გამოსყიდული იქნა, რწმენით ჩვენ ამას ვიღებთ, ჩვენი გულებში იგდება ახალი აღთქმა, რომელიც პირობა არის ქრისტეში შემეცნებული ადამიანის აღორძინება, განახლება და მამასთან ჩვენი ჩართულობა. მამასთან ჩვენი ჩართულობით ასატანი არის ჩვენი დროული ცხოვრება დედამიწაზე და დიდი იმედით ველოდებით აღდგომას, დიდი იმედით ველოდებით მარადისობაში ქრისტესთან ყოფნას და დასასრულს ამ ტანჯვისა, რომელიც ცოდვის შედეგი არის. საწყლები როგორ გარდაიცვალენ ის ფილოსოფოსები, ხო? რა დაყარეს ეს ციგნები და არის ახლა და იმტრიე თავი და მთელი ამბავი რა. მარტივია საჭირო, მარტივი. და მე გითხარით, მე თვითონ რატომ სიამოვნებს, ხო გითხარით ეს მაგის კითხვა და არა ის რომ იქიდან მე ვინმე რამეს მაპოვნინებს. ვერც ერთი ფილოსოფოსმა მე ღმერთი ვერ მაპოვნინა. ვერც ინდურმა, ვერა, იმიტომ რომ განათდა თავი, როგორ შეიძლება ადამიანმა ღმერთი გაპოვნინოს? ღმერთს ადამიანს ეს შეუძლია? მაშინ თვითონ ყოფილა, ან როგორ შეიძლება ადამიანმა ამტკიცოს ღმერთის არსებობა? ხო, აი როგორ უნდა დაამტკიცოს? აი გიფიქრიათ ამაზე? აი მე გარკვეულ ეტაპზე მე მეგონა რომ აი თუ დაამტკიცებ და ღმერთის ფილოსოფოსი ვიწამებდი. აი არგუმენტულად დამიმტკიცა რომელიმე მის, მაგრამ იცი რა მე მაინც ცუდად ვიყავი. იმიტომ რომ სასწაული არ ხდებოდა. და იესო ქრისტე უკვე ეს არ მეუნება, იცი დაამტკიცა, იმის გამოცხადება რა იყო, იცი? დაამტკიცე რომ მე ვარ. ეს ამტკიცე, აი მე ვარ. სხვათა შორის იესოსაც მოთხოვეს ფილოსოფოს ჩემი ის არის რაღაც ცოტა თავისუფალი გადახვევა. ქრისტეს ხო ეუნებიან, გვაჩვენე მამაო. ესე იგი სხვანაირად რო თარგმნოთ. დაგვიმტკიცე რა, თუ შენ ხარ. იან რა მარტივი პასუხი გაცა. ამდენი ხანია თქვენთან ვართ და ვერ გაიგე მე და მამა ერთი ვართ. აი მე ესა ვარ რა. აი მან ფილოსოფიურად არაფერი არ დაუმტკიცა. არ აუღია ხელში კალამი, არ დააჯდა ხალხი და არ უმტკიცებს მე ესა ვარ, ისა ვარ. მოკლედ უთხრა, აი ამდენი ხანია მე, აი თქვენთან ვარ და არ გინახია განა მამა, მე და მამა ერთი ვართ. მე მიყურებ, მამას უყურებ. აი რა კაი მაგალითი არის სახარებაში. ეს კიდე თელი ტომები დაწერა კაცმა, 9-10 ტომი ღმერთის მტკიცებისა. მაგრამ ვინმე წამს ამას რო წაიკითხავს ღმერთს? ვინმე იწამებს ამას? რომ წიგნებით რო შეიძლებაოდეს ღმერთის რწმენა, მაშინ ბიბლია რატო უნდა იკითხო? არ მესმის. იმიტომ რომ ამ წიგნებს ის სასწაული არ აქვს, რაც ბიბლიას აქვს. ბიბლია ღმერთის სიტყვა და სულიწმინდა მოქმედებს კითხვის პროცესში და სულიწმინდა იყურება და თუ შენ მართლა გაქვს ეს ინტერესი და მართლა ეძებ ამას, მოვა და გამოგეცხადება. პავლეს გარდა იცით რამდენი იყო იქა? პავლეს რატო გამოეცხადა? ეს მარტო ღმერთმა და პავლემ იცის. აი უყვარდა რა ღმერთი ამ კაცს რა. და გზაბნეული დადიოდა. გამოეცხადა მას და სასწრაფოდ პავლე შეიცვალა, დაუახლოვდა და აი მიხვდა რაში იყო საქმე. ამ დროს ის რა რელიგიური პიროვნება იყო ხო? დაუსვით თქვენ თავს კითხვა. აი რა გინდათ? აი რას ეძებთ ცხოვრებაში? კარგია, რაღაცა კარგი შეგრძნება არის, პატრონის ძებნა. რო დაკარგავთ რაღაცას, ხო გულ ჩაწყვეტილი ხართ. ესე იგი, ცოდვადაცემული ადამიანი გავს იმ კაცს, რომელმაც რაღაცა განძი დაკარგა, ცუდად არის და ეძებს გამწარებული და ვერ იპოვა. და რო იპოვის როგორ უხარია, ერთი ესეთი მაგალითიც არის იგავი სახარებაში. და თუ არ იგრძენით თავი როგორც თქვენ რაღაცა დაკარგული. ადამიანმა იგრძნოს რომ დაკარგა რაღაცა, აი. ერთი ნაწილი მოკვდა. იმიტომ რომ სულიერი ადამი კავშირში იყო ღმერთთან და რომ მოკვდა, კავშირში აღარ არის. მან განიცადეს, ეძებდა და ელოდებოდა და დაელოდა კიდევაც რომ აუცილებლად ეს მოვიდოდა მასთან. მოვიდა იესო, მოვიდა. თქვენც ეს განცდა თუ არა გაქვს რომ რაღაცა დაკარგეთ, იცი? და ეძებთ. ყველა ფილოსოფოს ეს განცდა აქვს. რაღაცას ნაკლი აქვს და დაკარგულს ეძებენ. ბიბლია გვეუბნება, რას ეძებდნენ ფილოსოფოსები. ცოდვად დაცემული იყო, ყველა არც იცოდა და ეძებდნენ ისეთ რაღაც, რაც ღმერთს დააახლოვებდა. და ტვენით აკეთებდა ამას და თუ რამეს მიაღწიეს, სიტყვაზე და ჯერ არაფერი არ მიუღწევი არც ერთ ფილოსოფოს. ისეთი პრეტენზია აქვს ფილოსოფოს ქრისტეს როგორ აღიარებს და თუ აღიარებს, იცი როგორ არის პირველ ადგილზე მე მეორეზე შენ. სუმთლიანად არ გააბატონებს. აი სუმთლიანად გააბატონო იესო ქრისტე უნდა იყო პავლე. და რომელ ფილოსოფოს გაუბატონებია ეს? მე ბევრი მაქვს წაკითხული როგორც თანამედროვე ფილოსოფიაში და ძალიან ეშხებით ვეტაკე ერთს, მეორეს, რა ვიცი, მარსელიდან დაწყებული, რა ვიცი, საწყალი როგორ აწვალებდა საკუთარ თავს. რა სიტანჯე კათოლიკე არის სხვათა შორის, აი ბიზიონერი, ესე იგი, აი ძალიან დარწმუნებული და დაჯერებული კათოლიკე ეგზისტენციალისტი. ჯერ კათოლიკე რა არის, მე ეგზისტენციალისტი. რატომ არ ხარ ქრისტიანი? არ აკმაყოფილებთ ბიბლიიდან მოწოდებული ღმერთის შესახებ ინფორმაცია და ეს ფილოსოფოსები მაგის გარეშე მაინც უფრო მეტად აქტიურდებიან. და რას მიაგნო ამ ჰეგელმა, ამ ფიხტემ, ამ შელინგმა, ხო, ესენი ათეისტები არც ერთი არ არის.
რა არის ჰეგელის ფილოსოფია? რო კითხო ხოლმე ვითომ ქრისტიანი იყო კაცი რა? ქრისტიანი ხარ, ყირაზე გიდგას ყველაფერი. მანდიდან გამოვიდა საშინელი მარქსიზმი და ათეიზმი და საერთოდ უკვე სიტყვიერად პირდაპირ გაგებით ათეიზმი ისტორიაში საბჭოთა კავშირში სიტყვით კონსტიტუციაში აღიარებდა ღმერთი არ არის. და საერთოდ არაფერი არ არის მატერიის გარდა. ეხლა უცებ მოტრიალდნენ და ღმერთი ყოფილა და ისევ ის განწყობაა ყველას. თლად მართლმადიდებლური არის საქართველოს და რუსეთი და რა ამერე? უზნეობა არ არის, გათახსირება არ არის თუ ყირაზე დგომა არის ეხლა ხო? დღესასწაულებზე იხდიან. ყველა დღეს როგორია ერთმანეთს ეჯიბრებიან. გამოვიდა ერთი შესავალი ესეთი გააკეთა. 45 წლისა ვარ მართლმადიდებელი ქართველი, ეს აი ხავსვა ხაზი. მართლმადიდებელი და მაგონდება კომუნისტები. მე კომუნისტი ვარ ამ წელიდან. რა მართლმადიდებელი გააღო პირი და მართლმადიდებელი ნარკომანი იყო ჩემ წინ რა. გაგებაში არა ხარ. ხო, ამიტომ თელ ქართველების გამკვირვება ყველა ერთად აღებული მართლმადიდებელია და ყველა ერთმანეთს ჭკუას არიგებს, მოვაწყო ცხოვრება, მართლმადიდებლობა რა ჯანდაბაა, მაშინ სულ ყველა მართლმადიდებელი თუ ხართ, რატო იქცევით ასე? ესე ღრმად აღარ მიყვებიან ამ საკითხს. ხო, რა ვიცი ხლა ეს საკამათო თემა არ უნდა იყოს, მე ვერ დავასახელებ, ხო გითხარით ფილოსოფიის ისტორიაში პიროვნებას, რომელიც თელი წიგნი თავიდან ბოლომდე იყოს მტკიცება, რომ ღმერთი არ არის. თვით ლენინსაც კი არ აქვს ესეთი რამე. აი რომ თავიდან ბოლომდე ლოგიკურად ამტკიცებს, რომ ღმერთი არ არის. მე ესეთი წიგნი არ გამიკითხია. სადღაც მაინც გაეპარებოდა ეს ლენინიც გავიდა დამკაში და ის რაც ნერვებს უშლიდა მაინც ღმერთად გამოაცხადა ეს იყო მატერია და არა ხილული არამედ რაღაც ნეჩტა იდეალნი რაღაცა всё გაახვედი დამკაში ეგ იმ თავით ადამიანი დაბადებული არ არის ათეისტად არა თუ ათეისტად თუ დაიბადეს შენი პატრონი შემქმნელი ყოფილა რაღაცა მკვდარი რაღაცა ან მოვლენა ან ენერგია ან ნივთიერება ან რაღაცა უცნაურია როგორ შემოვიდა მაშინ ჩვენთან ელემენტარული გზნობების, სინანულის, სიყვარულის რაღაცა ხო გვაქვს, ხო, ჩრდილი არის მართალია იმ ორიგინალთან, მაგრამ ესენი როგორ წარმოქმნა ენერგიამ, ბაღლინჯომ, ინფუზორიამ, მატერიამ, მკვდარმა ეს როგორ შემოიტანა ჩემში. რა განვითარდა ასე მატერია, რომ ჩემში სული და სამშვენელი შემოვიდა, ხო? სამშვენელი. ეს ხომ აბსურდი არის. ესე იგი პატრონი ჩემი არ არის მატერია. პატრონი უნდა იყოს აღმატებული და რო დავიწყე ამის კვლევაძიება მე ვერ ვიპოვე. ამიტომ გამოგვეცხადა მამაცხოვარი და ბიბლიაც დებს ყველა ენაზე. ყველა ენაზე დებს ბიბლია. კოპსტონი ყველა ენაზე არ დებს. აი ქართულად თქვენ გაქვთ ფრედერიკ კოპსტონის 9 ტომეული, მაგრამ ბიბლია ხო გაქვთ. როგორ ეს ჭეშმარიტი იყოს და ყველა ენაზე არ იქნება? ევროპულ განათლებულ ენაზე დებს კოპსტონი. დიდი თქვათ 20 ენაზე, 25-ზე, მაგრამ ბიბლია 3000 ენაზეა. აი პირველობა ვისა აქვს? პლატონი. ყველა ენაზე დებს? ჯერ ქართულად არ არის თავიდან ბოლომდე ნათარგმნი. 3000 ენაზე ნამდვილად ვიცი რომ არ არის პლატონი. ყველა ევროპულ ენაზეა, მეტი არ. რა შეაინტერესებთ ახლა თქვათ რომელიმე ოსებს ანიმეს პლატონი თარგმნონ, ხო? რამდენი ენებია სოფლიოში ხო იცით? ანბანი 14-ია, მაგრამ 5000-ზე მეტი ენა არის სოფლიოში. და 3000-ზე უკვე ბიბლია არის ნათარგმნი. ვისაც კი დამწერლობა ყველა ენაზეა ნათარგმნი. დიალექტებზეც ითარგმნება უკვე. აი მეგრულათაც კი. მეგრელი კოპსტონს თარგმნეს მეგრულად? არასოდეს. ვინ აკეთებს ამას? აი ვის მოვიდა თავში რომ ამ ენაზეც იყოს ბიბლია? ეს მიანიშნებს აი სვლას სამყაროში ღმერთის დიდებისა, განდიდებისა და ვერავინ დამიმტკიცებს იმას რომ ეს არის სისულელე. ვერავინ. თუ ის ახირებული კაცი არ არის. მითხარით კაცო, თუ ჭეშმარიტება, იმის ჭეშმარიტება რომ ყველა ენაზე უნდა იდოს. ყველა ენაზე არ დებს პლატონი, არ დებს რომელიმე სოკრატე, არ დებს ეს ყველა ენაზე, მაგრამ ბიბლია ყველა ენაზე დებს. იმიტომ რომ ჭეშმარიტება ყველასთვის უნდა იყოს. პლატონი არ არის ჭეშმარიტება, თორე ყველა ენაზე იქნებოდა. ზოგი ახლა საერთოდ აღარ თარგმნის, იმიტომ რომ მოძველებულია. რაღაცები დავიღალო, თარგმნო და გაყიდვა უნდა წიგს და რა არავის არ ჭირდება. რატო თარგმნო? იტყვის ვიღაცა პრაგმატიკოსი. მართლაც ბევრი რამე იმდენად გულუბრყვილოა იქ რომ რა ვიცი, ბევრი რამე უნდა გაცხრილო. და არა ეს ჰეგელიც კი ბევრი რამე უკვე იქ მოძველებულია. მარქსი ბევრი რამე უნდა გავცხრილოთ, მაგრამ ბიბლია მოძველებულია? ზოგი თავგაზიებულებისთვის კი. და თუ მოძველებულია ბიბლია, რაღა 21 საუკუნის განათლებული ქართველები მთლიანად შეცვლიდნენ ამ ეკლესიაში და ქრისტეს რო იყენებენ. მაშინ თქვენ რომ ესეც დაეწაფონ განათლებას. მთელი საქართველოს ლამის არის ერთი საერთოდ რა არის სასუჩებდი იცი ივანიშვილის შემოკარგებო ერთი მთელ თბილისში მთელი შენობა ექცია თბილისი ეკლესიურად და იქ ცხოვრობ ხალხს მოკლედ თბილისის გუმბათი გადააკვრან ჯვარი დაადგნან და საერთოდ აქციონ ქალაქი ეკლესიად რაღაცა იქ პატარა მაკეტი მაგის იყო სამებარო გრანდიოზული რა გრანდიოზულით რა რწმენა მიეცემა ვინმეს გრანდიოზული შენობებით რწმენა მიეცემა მაშინ ქრისტე დაგვიდგამდა რა შენობას გრანდიოზული ტაძარი დაანგრია 70 წელს დიდემ გრანდიოზული სოლომონის და გრანდიოზული კავშირდება ჰეროდეს სახელს ის დაინგრა გააღიგავა პირისაგამიცისა ვერც ერთი კაცი ფილოსოფიის პროფესორობით დოქტორობით და იმით სამოთხეში ვერ შევა თორე გავსებულა მაშინ სამოთხეში მთელი განათლებული ხალხი მერე განათლებულობით სამოთხეში ვერან ვერ შევა თორე იქ შესულა შეგვასწრებს ბერტრან რასელი და რა ვიცი სულ ყველა ხალხი შეგვასწრებს იქა და საწყალი
უწერა კითხვის უცოდნელი ხალხი რამდენი მოკვდა თელ საქართველოში? ვინ იცის? ესე იგი თელი საქართველო მე-19 საუკუნეში ჯოჯოხეთში აღმოჩნდება, ხო? მაგრამ ესე არ არის. ეს მარტო ღმერთმა იცის. შეიძლება ბევრი წერა კითხვის უცოდინარი შევიდეს ღმერთთან და ძალიან ბევრი თელი ეს განათლებული ხალხი სატანასთან ჯოჯოხეთში. ასე რომ ვაცალოთ ეგ და ღმერთი თვითონ გაარკვევს ამ საკითხებს. მე კი ესე სწორხაზოვნად არ უყურებ, რომ აი წერა კითხვის უცოდინარი შევა ჯოჯოხეთში და წერა კითხვის მცოდნე რომელიმე სააკაშვილი სამოთხეში. მე ესე არ უყურებ. ერთი ვიცი რომ ქრისტეს არ უთქვია რომ სიღატაკის გამო მოხვდებით ჩემთან სამოთხეში ან სიმდიდრის გამო. მას ეს არ უთქვია, არც ის უთქვია განათლების გამო იქნებით ჩვენთან და გაუნათლება. ეს არ უთქვია მას. აი ბიბლიაში ამიტომ რომ წაიკითხა ხვდებით და მე იწყება. თუ ღმერთთან არ მიხვედი, განათლების ფასი არაფერი არ არის, პირიქით დაგაზარალებს. ჯერ ღმერთთან მისვლა და მე ის ცოდნას გაძლევს. ნიჭსაც დაგანახებს რა შეგიძლია, აღარ იქნები გაბერილი რომ მე უფრო ჭკვიანი ვარ, მე უნდა ვიჯდე იმის ადგილზე და ღარიბაშვილი დებილია. რა თქმა უნდა, ახლა ზოგი განათლებული კაცი, როცა განათლებაა კრიტერიუმი, ღარიბაშვილი დებილია. ახლა განათლებული კაცი დაბლაიდგეს და ღარიბაშვილი მართავდეს ქვეყანას, ეს ტანჯვაა სახელმწიფოში. ქვეყანაში სადაც უკვე განათლებულობით არის კრიტერიუმი, განათლება და ცოდნა და პროფესია და იქ მთავრობაში რეგვენები მოდიან. რა თქმა უნდა, ქვეყანას ვერ ააშენებთ. დღეს ესეა მართლაც ქვეყანაში. რწმენა არის და გადაირევით პირდაპირ წმენის თავკაცებიც ისეთი ბოთეები არიან, ღმერთის ხილვის რა მოგახსენო, არავის არაფერი არ წამს. ამიტომ ნახეთ რა ხდება. მაგრამ ეშმაკი როგორ აჩვენებს ადამიანს, რომ თითქოს იცი რა, ახე საქართველო გადარჩა იმიტომ, რომ მართლმადიდებლები ვართ. მართლმადიდებლები რუსები და მართლმადიდებლები ქართველები გადავრჩით, იმიტომ რომ მართლმადიდებლები დავაშოროთ ევროპას. მართლმადიდებელი რუსეთი, აი ვიღაცა თავკომბალა ამას იძახის. რომ ჩვენ რუსებთან უნდა ვიყოთ რა. რატო უნდა ვიყოთ რუსებთან? ჩვენ უნდა ვიყოთ ქრისტესთან. რატო უნდა ვიყოთ ან რუსებთან, ან ამერიკა? თუ ყოფნა არის, ქრისტესთან უნდა ვიყოთ, ხო, ყველა ერი. და ყველა ნაწილი ამისი და დანარჩენი ის მიგვიჩენს ადგილს, ვისთან ვითანამშრომლობთ, ამერიკელებთან, ევროპელებთან თუ დაგვიპყროს რომელიმე ქვეყანა თუ ჩვენ დავიპყროთ. დანარჩენს ის გვეტყვის. და რა ტერმინებია რა, აი რუსებთან უნდა ვიყოთ, ამერიკა არ გვინდა. არ მინდა ბატონო ამ რუსებთან ყოფნა მე. იყავი შენ, იმიტომ რომ 200 წელი ვიყავი ამ რუსთან და 200 წელი მთლიერი და რაღაც გარკვეული პერიოდი 53 წელი მე ვიყავი. აი ახლა კიდე თუ გინდა იყავი ამ რუსთან, რა აჯანდებაა, რა პრობლემაა ეგა. შეგისრულებს ღმერთი მაგასაც. და რო კითხო ახლა, ქართველი არის მორწმუნე მართლმადიდებელი. მართლმადიდებლები რუსები ყავდეს ღმერთის ადგილზე გაღმერთებული, გაუცებული ვარ. იმიტომ რომ მართლმადიდებლობა ჩემ ლექსიკონში არის მართლის განდიდება და მართალი იესო ქრისტე არის. მართალი პრავედნიკი, მართალი იესო ქრისტეა. იმისი დიდება. ეს არის სხვა სიტყვებით, იესო სინონიმია იესო ქრისტეს განდიდება. და აი ეს რცხვენია ქართულს ეს თქვას და მართლმადიდებლობის ლექსიკონი დატოვა. მართლმადიდებლობა და ადიდებს სხვა რამეს, ქრისტების განდიდების მაგივრად. მართლმადიდებელი განდიდებს საკუთარ წარსულს, ისტორიას, საქართველოს, მიმოიხილავს ყველაფერს ამ კონტექსტში, რომ რუსებმა უფრო მეტი გაუკეთეს და შენის მართლმადიდებლობა ეს არ არის ქრისტეს განდიდება და მისი ქებადიდება. ეს არის საკუთარი მეს განდიდება, საკუთარი ისტორიის განდიდება და ისმის კითხვა, რა თქინდა რელიგია? აქედან საქართველოს სივრცეში რელიგია ემსახურება ადამიანურ ცოდნას, ადამიანურ რწმენას ისტორიის მიმართ, საქართველოს მიმართ, ერის მიმართ, ნაციის მიმართ. არაფერი კავშირი ქრისტესთან არ არის. არაფერი კავშირი ბიბლიასთან, ბიბლიურ ჭეშმარიტებასთან. არანაირი. ამიტომ თქვენ უნდა გაარკვიოთ ჯერ თქვენ თავში ეს. რამდენად ყართ მართლაც აი იცი რა არის? შეყვარებული, ხო? აი, ჩადებული არის ინსტინქტებში თქვენი სიყვარული ნებისმიერი მოვლენის მიმართ და თქვა ყველაზე ძლიერი განსხვავებული სქესის მიმართ. ხომ არის ჩადებული? და თუ არ დაიწყებ ძებნას, იპოვნი ის ვინც გიყვარს. ვერ იპოვნ. შეიძლება ეს ისეთი მაგალითი ეს არ გამოდგება ღმერთთან მიმართებაში, მაგრამ სიყვარული როცა არის ჩადებული, აი ეს თუ არ განმავითარე მე და არ შევერწყი იმას, ვინც ეს მომცა. რანაირად შეიძლება ჩაითვალოს კაცი აი ქრისტიანული რწმენის მაგრამ, იმიტომ რომ სახელი ქრისტე ეს წოდება არის იესოსი. რომელიც იესო მხსნელს ნიშნავს და ქრისტემ გითხარით მირონცხებულს და ხო მამამ, თორე სახელი ღმერთს არ აქვს. მას აქვს მახასიათებლები, ბევრი. სახელი გვაქვს ჩვენ, იმიტომ რომ ჩვენ გვაქვს სახე. იმას სახე არ აქვს. ქართულად სახელი არის სახედან და ლი არის სწორედ ის, რომ შენი სახე გავარჩიო. ღმერთს სახელი უნდა? ღმერთს სახელი არის და აქაც კი ჩვენ მიწაზე გვაქვს სახელი. იმიტომ რომ ადამიანს სახელი არ ერქვა. თვისების მატარებელი იყო, რისგანაც შექმნილი იყო ის და ერქვა ადამახ. მიწიდან ახარ აღებული. ნახე? მას სახე არ აქვს და მასალა არის მისი სახელის მატარებელი. ჩვენ ახლა ადამიანს ვერ დავირქმევთ ყველა, ხო? ჩვენ გვჭირდება სახის გამოხატულება ლის მეშვეობით და ჩვენი სახელი თან გვარი, დააკვირდით? გვარიც. რომელი გვარიდან არის ეს სახე?
თავდაპირველად მეგობრებო, სახე არც ჩვენ გვაქვს რო იცოდეთ. იმიტომ რომ სახე რო გქონდეს ჩვენ, ეს სახე უნდა იყოს მარადიული. მარადიული არ არის ჩვენი სახე. ამიტომ ჩვენ გველოდება იქ, აი იქ მარადისობაში ჩვენ სახე მიაქციეთ აღარ გვექნება. და რა გვექნება მე არ ვიცი, მაგრამ ერთი ვიცი რომ უკეთესი იქნება რაღაცა რა. ბიბლიაში ჩამოწერილია სხვათა შორის სახელი ემპირიული გაგებით კი არა, ატრიბუციისა და თვისების მატარებელი რაღაცები. თუ სადაც ბრძოლა იქ სხვა რამე ქვია, სიყვარული სადაც არის სიყვარული. რამოდენიმე 15-მდე ის აქვს, ხო? სინონიმები თვისებისა, მაგრამ ერთი კონკრეტული აი ესეთი გამყარებული აი სახელი რო ვთქვათ რა აქვია მას, ჩვენ არ ვიცით. ასე რომ იესო ქრისტე ეს არის მირონცხებული მხსნელი. რო ვთარგმნოთ. ნახეთ, რა ინფორმაციის მატარებელია? მხსნელია. იესო ნიშნავს მხსნელი. და იყო თუ არა მხსნელი? არის. იმანიშნებელია ჩვენი არსობის გამომხატველი, ფუნქციის გამომხატველი სახელი უნდა გვერქვას. აქ ზუსტია რომ იესოს იესო ქვია, იმიტომ რომ მხსნელია. ასევე იესომ ზუსტად შეასრულა ეს მხსნელი იესო, გამოგვიხსნა რისგან? კაცობრიობა ცოდისაგან. მაგრამ ეს არ არის მისი სახელი. იმიტომ რომ ის არის არა მატერიალური არსება, მას საკვლევი ყოფიერება არ გააჩნია, ის ობიექტი არ არის რომ ვიკვლიო, ის არ არის დროში და სივრცეში, ის დგას ესე ამ დროისა და სივრცის გარეშე, ამავე დროს მონაწილეობს აქ. არ ვიცი, აი როგორ გავიგო მე, როგორ არის ერთდროულად ის რომ იქაც არის, აქაც არის, ჩემშიდაც არის სულიწმიდა, თქვენშიდაც ერთდროულად ყო. ეს არ ვიცი მე ესა. და ვაი იმას, ვინც ამის კვლევაძიებას შეუდგა. რას მიაღწია რო? ზოგმა საგიჟეში დააცურლა ნიჩე რო ნიჩე იმაზედაც კიდევ ვიტყვი 100% ისეც არ არის ათეისტი. ღმერთს ეძებდა და ღმერთის მაგურად საგიჟეში იპოვა და ამოყო თავის საგიჟეში. განათლებულმა კაცმა. და როგორც არასდროს აქ ჩვენ ყველაზე მაგრად გამოგვადგა ქრისტიანული ფილოსოფია და უგენებავთ იმ ყოფიერების შესწავლა, რომელშიც ვიმყოფებით. გახსოვთ ის წიგნი გითხარით მე თქვენ რომ აი როგორ დასავლეთელებმა რომ დაწერეს იმ ხალხისთვის, ვინც საცხოვრებლად დასავლეთი აირჩია და ურჩევენ ამ წიგნის საკითხს, რომ გაიგონ სად შემოხვედი, რა ქვეყანა, რა ზეზის, რა ფსიქოლოგია. ხო გითხარით ადრე პრაგმატიზმზე და ბიჰევიორიზმზე არის ესა. ეს უნდა იცოდე რა არის. მე ეს გაავრცელე ეკონომიკა, პოლიტიკაზე და მიხვდები და შენ გამოიმუშავო, ადამიანს შეუძლია. გარკვეული თვალსაზრისით ადამიანი პლასტელინი არის, რო ეტაკნენ ახლა და იმას გინება დაუწყეს მარგველაშვილს. სხვა აზრი ჩადეს იქა თორე ისე ფილოსოფიური გაგებით ადამიანი პლასტელინია. აიღო თიხა ღმერთმა და გამოძერწა. და გადაკეთებას რო არ ექვემდებარებოდეს ადამიანი, მაშინ სულიწმინდა როგორ ჩემოვა ჩემთან? თუ მე პლასტელინი არ ვარ, ცოდვილი ადამიანი, როგორ გავხდები მე წმინდანი? ასე რომ ჩვენ პლასტელინი ვართ, მაგრამ ვაღიაროთ ჩვენი პატრონიც ამ პლასტელინს ვინ მოირგებს და ვინ გამოძერწავს და მივნებდებთ ვითარცა პლასტელინი შემოქმედს და გამოგვძერწავს როგორც თავიდან უკეთესი და ასეთი იესო ქრისტეა. ადამიანს რა უყავს იცი? როცა სხვისი სიტყვებით ოპერირებ. როცა შენია ლექსიკონი, იქვე განმარტავ კიდევაც როცა იტყვა, დაბნეულობაში აღარ იქნება საზოგადოება. ამა მოახერხა პლასტელინი ვარ. და ამ დროს გაგება როგორი იყო და ახლა ამას მოუწევს გაბათილება ეს არ მithქვია, ეს გithქვია და დააღლია ეს პლასტელინი და ისე გარკვეული გაგებით, ახლა პლასტელინი არის, ეს ფილოსოფიური ტერმინი ივანიშვილის ხელში ესა. პოზიტიური ის არის სიტყვა ესა რა. მე ნეგატიურად არ აღვიქვა ამ სიტყვას. ნეტა მართლაც კაი პლასტელინი იყო რა. თუ ჩვენ პლასტელინი არ გვქნების ღმერთის ხელში, ჩვენგან არაფერს არ გამოძერწავს კარგს და რაც უნდა რომ გამოძერწოს, მას უნდა გამოძერწოს განახლებული ადამიანი. და ამით ჩვენ გვეშველება. ბიბლიური ტერმინი არის და შემხედრია. მე ძალიან ბევრი მოაზროვნებისაგან ესეთი რაღაცეები და მან არასწორად გამოიყენა, არ გაითვალისწინა საქართველოს ცნობიერება და აი ორიგინალა რა. და დახვდა წინ. საბჭოთა კავშირში შეიძლება ესეთი ტერმინებით ილაპარაკო. იმიტომ რომ საქართველოში მად პრეზიდენტი ჭირდებათ როგორც მხსნელი და ახლა მხსნელი რო იტყვის პლასტელინი ვარო. ქრისტეს კი არ უთქვია მე ვარ პლასტელინიო. შენ ახარ პლასტელინი და მე ვარ მოქანდაკეო. და ამან პრეზიდენტად ირჩევს ქართველი ერი. კარგი იქნება პრეზიდენტი თუ იტყვის პლასტელინი ვარ მხოლოდ ღმერთის ხელში. და ივანიშვილის ხელში პლასტელინი რო ხარ, ახლა ივანიშვილი ვინ არის რო? შავად არის ჩვენი საქმე. და ასე რომ სწორად გაიგო ქართველმაც. თორე ეს კაცი პლასტელინი არა ღმერთის ხელში, არამედ ივანიშვილის ხელში. და ეს არაფერს არ გააკეთებს, სანამ ივანიშვილი არ ეტყვის რაიმეს.